საღამომშვიდობისა, ეთერშია გადაცემა ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ. საქართველოში ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვა ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე, ასე იყო ამ კვირაშიც, როდესაც გამოქვეყნდა ჩემი აზრით ძალიან საინტერესო, ძალიან კვალიფიციური გამოკითხვა, ელექტორატის პროფილი გამოკითხვის ანგარიში. მართალია ამ გამოკითხვას რატომღაც სოროს მიაწერენ და შედეგების მიხედვით ამბობენ, რომ სოროსმა ხელისუფლებას თავისი, ვთქვათ, ბოლო გამოუყვანა, მაგრამ ეს არის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ღია საზოგადოების საქართველოს მიერ იყო დაფინანსებული და მეტი არანაირი კავშირი ამ კვლევასა და სოროსის ბოლოს არ არის. სამაგერო დღეს ჩვენ სტუმრად ყავს საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანათავმჯდომარე ნანა სუმბაძე, ავტორი ამ კვლევისა. ალბათ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საგვაინტერესო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აპროტესტებს და ბევრს აღჯერა იმ გამოკითხვების, რომელიც საქართველოში ტარდება, ინტერესი მაინც საკმაოდ დიდია ხოლმე ამ სოციოლოგიური კვლევების მიმართ. განსაკუთრებით, როდესაც საარჩევნო წელია და როდესაც თქვენ იკლებთ ელექტორატის პროფილს, ანუ ერთია, როდესაც მე რაღაცას ვფიქრობ, მაგრამ მეც კი მაინტერესებს ჩემსავით რამდენი ადამიანი ფიქრობს. მინდა მაინც თავიდან დავიწყოთ. რა მიზანი ქონდა ამ გამოკვლევის, ანუ რატომ ჩატარდა? რაღაც მართლა ძალიან დიდი ამბავი ატყდა ამ გამოკვლევაზე და ცოტა უხერხულობა იმაში, რომ ეს გამოკვლევის მიზანი არ იყო, ეს არის ასე ვთქვათ თანაპროდუქტი. კი ბატონო. და ამით ძალიან ბევრი რაღაც აიხსნება, ვთქვათ, თვითონ რესპონდენტები ვინ იქნენ შერჩეული. რაღაც კრიტიკა იყო ამასთან დაკავშირებით, რომ ყველა ასაკის ადამიანი არ იყო, ასევე ის, რომ არაქართული მოსახლეობა არ იყო გამოკითხული, მაგრამ ეს ყველაფერი გაპირობებული იყო იმით, რომ ეს გამოკითხვა საერთოდ ჩანაფიქრი ამ გამოკითხვის იყო ოქტომბერში, ჯერ სანამ პოლიტიკური სიტუაცია ვთქვათ, ხო, არ იყო ისეთი, როგორც არის დღეს ან მოგვიანებით და ამ გამოკვლევის მთავარი მიზანი ის იყო, გვეკვлия ჩვენ თუ რა განსხვავებები და მსგავსებები არსებობს სხვადასხვა ასაკის ადამიანების ღირებულებებში. იმიტომ რომ აი რაღაც ეგეთი შეგრძნება გვაქვს და მე მგონი ბევრი ადამიანი იზიარებს, რომ რაღაც გაწყდა კავშირი თუ რაღაც უწყვეტობა თაობებს შორის. ეს თაობებს უკვე აღარ აქვთ ოჯახის გარდა ფაქტიურად ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება, იმიტომ რომ სამსახურებში მაინც რაღაც ეს ეიჯიზმი ძალიან გავრცელებულია და ფაქტიურად ხანში თუ რაღაც არა ახალგაზრდა ადამიანები ნაკლებად მოიცემნება და ეს საერთოდ არის ძალიან რთული მდგომარეობა, არა, იმიტომ რომ ხდება კულტურის წყვეტა, ესე იგი, ცოდნის წყვეტა ხდება და არ ხდება მისი გადაცემა და შენახვა. აი, აქედან გამომდინარე, ამის საკვლევად შეიქმნა ეს პროექტი და ამ პროექტის მიზანი იყო სწორედ ნახვა, სად არის განსხვავება, სად არის მსგავსება და საბოლოო ჯამში რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს მანძილი, თუ ნახეთ, რომ ეს მართლა დიდი მანძილია, იქნება შემცირებული. მაგრამ ამასობაში, როდესაც ეს პროექტი დაფინანსდა, ამასობაში პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა ივანიშვილი თავის ჯგუფით და ნუ მკვეთრად შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია და რაც არის ინტერესი. ამიტომ ახლა იმის გამო, რომ ჩვენ მთელ საქართველოს მასშტაბით ვაკეთებდით გამოკითხვას და საერთოდ ჩვენი ინსტიტუტი 2002 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს 2009 წლამდე ყოველ შემთხვევაში ატარებდა საქართველოს მასშტაბით გამოკითხვას, რომელსაც ერქვა ბარომეტრი და ამიტომ გვაქვს ეს მონაცემები, ამიტომ ვიფიქრე, რომ ახლა საინტერესო იქნებოდა, რომ ჩვენ ის კითხვების ზოგიერთი კითხვა ჩაგვერთო და შეგვედარებინა და ასევე უბრალოდ დაგვედგინა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხარდამჭერთა ღირებულებები. და ამისთვის ჩავსვით ერთადერთი კითხვა მთელ ამ გამოკითხვაში, რომელიც იყო, რომ ხვალ რო ტარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას. ეხლა ნუ ნათელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არ ტარდება, მაგრამ იმის გამო, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები, როგორც პარტიებად და საარჩევნო ბლოკებად ჩამოყალიბებული არ არის და ადამიანები მაინც პოლიტიკურ სუბიექტებთან ახდენენ იდენტიფიკაციას პიროვნებებთან, ლიდერებთან და არა პარტიებთან, ამიტომ ასეთი ფორმულირება მივეცეთ ჩვენ ამ კითხვას. და ამ კითხვაში ჩვენ ჩამოთვალეთ ყველა ის შესაძლო ადამიანი, რომელსაც ოდესმე გაუცხადებია, ან შეიძლება რომ განაცხადოს პრეტენზია, რომ იყოს პრეზიდენტი.
და შემდეგ უკვე როდესაც ჩავატარეთ ეს გამოკითხვა არა ავდექით და დავითვალეთ უბრალოდ ნახეთ ეს დავაჯგუფეთ სხვადასხვა სუბიექტების მხარდამჭერები და შევადარეთ მათი პასუხები ზოგიერთი მღირებულებების მიმართ რომლის შესაძლებლობაც იყო განკუთვნილი მიზანი რაც იყო ხო მედიამ სხვათა შორის და არ მხოლოდ მედიამ არამედ პოლიტიკოსებმაც ოპოზიციამაც სხვათა შორის ძირითადი აქცენტი მაინც იმ დამატებით კითხვაზე გააკეთეს თუ ვის უჭერენ მხარს ვის დაუჭერდნენ მხარს ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ნუ როგორც ჩანს მაინც მართლაც ეს უფრო გვაინტერესებს რატომღაც და არა ის რა გვაერთიანებს ან რა გვაახლოვებს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს სხვადასხვა ადგილზე მაცხოვრებელ ადამიანებს ანუ როგორ ჯგუფთებით ერთმანეთთან ამიტომ მოდით რახან ეს უფრო გვაინტერესებს მაინც მეც აქედან დავსწრებ ამ გამოკითხვით პრინციპში მაინც საკმაოდ ბევრი ადამიანი ამბობს რომ ან არ პასუხობს კითხვას ან ამბობს რომ ნუ ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება თუმცა თქვენ ახსენეთ თქვენი ბარომეტრი რომელიც მე მაგალითად 2009 წლის ბარომეტრი მაქვს იქაც საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა რომელიც თავს იკავებს კონკრეტული პასუხის გაცემისგან ანუ შეიძლება მაინც ითქვას რომ ადამიანი თუ აკეთებს არჩევნებს ბოლო წუთში აკეთებს ან არაცხადებს იმიტომ რომ ნუ არ ვიცი ეშინია თქვა ოპოზიცია ამითხსნის ხოლმე როდესაც მაღალია პროცენტი იმ ადამიანების ვინც გამოკითხვისას უარს ამბობს პასუხის გაცემაზე როგორ თქვით მაინც ეს შიშის ფაქტორია თუ მაინც ნუ ამომრჩეველი არ არის ჩამოყალიბებული საკმაოდ დიდი ნაწილი და არჩევნების დღეს ან წინ რაღაც ახლოს აკეთებს ხოლმე თავის არჩევანს. ისეთი აქ ორი საკითხია და ორი პასუხია რა. აქ ჩვენ ვაძლევდით საშუალებას რესპონდენტებს ეპასუხა არ ვიცი, ჯერ გადამწყვეტი ანუ არ მინდა პასუხი გავცემდროს მათი ნება და პოლიტიკური იყო კითხვა და ამდენად. და მესამე კითხვა რომელიც ამბობდა რომ არც ერთს არ მივცემ ხო? აი ეს სამივე ჯგუფი უკვე წარმოადგენს რესპონდენტთა ნახევარს რა ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეხლა ის ვინც ამბობს რომ არც ერთს არ ვაძლევ ხო ის ფიქრობ რომ მართლა ასე ფიქრობს და ეს არის მისი პოზიცია. თქვათ 2009 წელში საკმაოდ დიდი იყო ესეთი ადამიანი და ეს არის სკეპტიკური დამოკიდებულება პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ. ხო, რასაც ჩვენ ნახეთ, რაც იყო, მაგრამ თქვათ წინა წელთან შედარებით 2009 წელთან უფრო სწორედ ნაშკარად შემცირდა. ეხლა რაც შეეხება იმ მეორეს არ ვიტყვი, არ მინდა პასუხის გაცემა ან არ ვიცი, რა ჯერ აქ რასაკურველია ეს შედგება იმ ხალხისგან, ვისაც არ გადაუწყვეტია აშკარად, არის ესეთი ხალხი ალბათ ბევრი. და ასევე უნდა ვივარაუდოთ რომ შედგება იმ ადამიანებისგან რომელიც ფიქრობს რომ რაღაც საფრთხეს წარმოადგენს მათთვის შეიძლება ან არ სურთ საერთოდ გაამშყავდონ თავის პოლიტიკური სიმპათიები. იმიტომ რომ აი წელს ძალიან ბევრი იყო ისეთი შემთხვევა როდესაც ჩვენ უარს გვეუბნებოდნენ ინტერვიუს მიცემაზე. ეს ტენდენცია გამოჩნდა ბოლო 2 წელიწადში და ძალიან სწრაფად იზრდება. ხალხი თავს იკავებს გამშხავნებისგან თავის პოლიტიკური პოზიციის. ეხლა თუ ეს ვინ იკავებს თავს? ხო შეიძლება ოპოზიციამ ნამდვილად იფიქროს, რომ უფრო მათ შორის უფრო მათი მომხრეები იქნებიან, ვიდრე ხელისუფლების მომხრეები, მაგრამ რამდენია ეს როგორ არის? აი შეუძლებელია მე მგონი. არა, ნუ თან იცით ახლა შეიძლება ითქვას ხელისუფლების მხარდამჭერობა მოდაში შეიძლება აღარ არის და შეიძლება მათში შეიძლება იყვნენ ზუსტად ისინი, ვინც თქვა ხელისუფლებაზეც კი უჭერენ მხარს. ანუ ეს არ არის მარტო ოპოზიციის მხარდამჭერი ალბათ შესაძლებელია კი შეიძლება ეს ვივარაუდოთ მაგრამ ალბათ ისეთი დიდი არ იქნება მე მგონი შიშის ფაქტორი მაინც არის ძალიან საინტერესოა რომ პრინციპში მაინც ქალაქის მაცხოვრე ისინი ვინც გაამჟღავნეს თავისი ასე ვთქვათ პრიორიტეტი და მხარდაჭერებსაც გამოუცხადეს, უფრო ქალაქის მაცხოვრებლები არიან ვიდრე სოფლის. აი ამის ახსნარით შეიძლება ქაბნან, იმიტომ რომ თუ თავისი ვთქვათ სოციალური მდგომარეობით თუ ვიმსჯელოთ ვიცით რომ სოფლებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ვიცით რომ თქვა იგივე სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა მხოლოდ ეხლა დაიწყოს. ანუ კმაყოფილი ადამიანი სოფლად ცოტა არის. ამის მიუხედავად თქვა მეტი მხარდამჭერი სოფელში მაცხოვრებლებისგან თქვა პრიორიტეტს ანიჭებენ ხელისუფლებას და არა ახლა გამოჩენილ თქვა პოლიტიკურ ძალას.
რით შეიძლება ეს მაინც არის მე საქმეა ვფიქრობ რომ საერთოდ სოფლოს უფრო კონსერვატიზმით ახასიათებს და თქვა არსებული ხელისუფლების მხარდაჭერა უფრო კონსერვატიული მიდგომაა ხო შეიძლება ამითაც აიხსნას ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას იმით რომ თქვათ ისეთი კრიტიკული დამოკიდებულება ნაკლებად არის სოფელში იმიტომ რომ თქვათ ტელევიზია რომელსაც უყურებენ და ინტერნეტი და სხვა წყაროები ნაკლებად არის და თქვათ საწინააღმდეგო ინფორმაციის ნაკლებად ხელმისაწვდომია. ალბათ ეს ორივე ფაქტორი რაღაც გარკვეულ როლს და აი მე ვერ ნახე თუ იცით ანუ თუ იყო ამ თვალსაზრისით ეს კვლევა ჩატარებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაუშვათ აი როგორ იყოფა იმიტომ რომ სულ არის ბოლო წლების განმავლობაში საუბარი რომ ახალგაზრდობა აპოლიტიკურია და ნაკლებად ერევა და ნაკლებად აპროტესტებს რაღაცას შეიძლება ამ კვლევის მიხედვითაც ითქვას რომ აი ახალგაზრდები ნაკლებად ფიქრობენ პოლიტიკაზე. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ეს სკეპტიკოსთა ჯგუფი, ესე იგი ჯგუფი, რომელმაც თქვა რომ არავის არ უჭერ მხარსო, ეს ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგება. ასევე მათში არის ყველაზე მცირე რაოდენობა იმ ადამიანების, ვინც ყოველდღიურად ტელევიზიით თვალყურს ადევნებს ახალ ამბებს, ვინც ამბობს რომ აინტერესებს პოლიტიკა. ეს არის უფრო ახალგაზრდების ჯგუფი. და ეს არ არის, თქვათ, რაღაც უჩვეულო მდგომარეობა, თემ სოფლიოში სოფლიო ტენდენცია რომ ახალგაზრდობა ნაკლებად არის დაინტერესებული ამით. აქ უფრო უცნაური ის არის, რომ ჩვენთან ეს ხანში შესული ხალხი ძალიან დიდ ინტერესს იჩენს პოლიტიკის მიმართ. ეს ცოტა უფრო უჩვეულოა. ეს უფრო ასაკოვანი მეოთხე ჯგუფი როგორც თქვენ გახსოვთ 60 წელს გადაცილებული ადამიანებს ყველაზე მეტად აინტერესებს პოლიტიკა. ხო აქ უკუღმა არის ჩვენთან ბევრი რაღაცა. მაგალითად რელიგია ხო მთელ მსოფლიოში რელიგია უფრო რელიგიის მიმდევარი უფრო ხანშესული ხალხია. ჩვენთან ყველაზე ახალგაზრდები არიან უფრო მეტად ძალიან საინტერესო ქვეყანა ვართ კვლევების თვალსაზრისით. არა მარტო ნუ უჩვეულო. ნუ ეგრე არ არის ასე თქვა ცუდი რომ რაღაცით უჩვეულო და გამორჩეულები ვიყოთ. ძალიან უცნაურია ჩემი აზრით ის რომ მაინც დასახელებულია პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის, შესაძლო კანდიდატ შორის მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა ვიცით, რომ მესამე ვადით ის უბრალოდ ვერ იყრისკენს. ეს უბრალოდ თვითონ ასახელებდნენ თუ ეს იყო უბრალოდ ღია დატოვებული ერთი პასუხი, რომელშიც ეწერა სხვა, ხო? ჩვენ ჩამოთვალეთ ვიღაც 12 ადამიანი, მაგრამ ვიღაც შეიძლება გამოგრჩა. ამ სხვაში ესე იგი ძალიან დიდმა ნაწილმა 8%-მა სხვისთვის ძალიან დიდია ეს, ხო? რა თავის დაასახელა სააკაშვილი. არ ვიცი მაგალითად იცოდნენ თუ არ იცოდნენ, მაგრამ შეიძლება იცოდნენ და უნდოდათ და სხვას ვერავის ვერ ხედავენ და ამიტომ დაასახელეს სააკაშვილი. რით ახსნით მაინც, იმიტომ რომ ერთი აკვლევა, მაგრამ მაინც ახსნათ საინტერესოა იმ საკმაოდ მაღალ პროცენტს, რომელიც თქვათ ბიძინა ივანიშვილი 22.7% და შემდეგი კანდიდატი თქვათ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 8%-ია, ძალიან დიდია განსხვავება. ანუ ახალი ფიგურისადმი ინტერესი ასეთი დიდია და ასეთი მხარდაჭერაც ამიტომ თუ აი რით შეიძლება არის. იცით რა არის, ახლა ეს ზუსტად ეგრე არ არის თქვათ პროცენტებში რომ დავთვალოთ, ხო, იმიტომ რომ კონგლომერატია ფაქტიურად ნაციონალურ მოძრაობას არ აყავს გამოკვეთილი კანდიდატი ვთქვათ და ლიდერი რომელიც წინ წაუძღვება საარჩევნო კომპანიას არა მაგრამ თუ ჩვენ აი მაგ შემდეგ გრაფიკს შევხედავთ და თუ ჩვენ დავაჯგუფებთ და ივანიშვილს მიუერთებთ ვთქვათ უსუფაშვილს მიუერთებთ ალასანიას ვინც მის ჯგუფში იგულისხმება ხოლო ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილს უგულავას და ბაქრაძეს ხო მაშინ უფრო ბალანსირებულ სურათს ნახავთ და მაშინ ხედავთ რომ ნაცმოძრაობა 20%-მდე თითქმის არის ხოლო ივანიშვილის ხარდაჭერები 25%. რეალურად ასეთია ეხლა ის 8%-ს არ უნდა შევადაროთ ან 7, ხო? რეალურად უნდა შევადაროთ ასე რომ 25-20-ია ამ გამოკვლევის მიხედვით. ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ იმაზე თუ რისთვისაც ჩატარდა ეს გამოკითხვა, ანუ რა განსხვავება არა, მაგაზე ვერ ვილაპარაკებთ, ჩვენ ჯერ არ გაგვიკეთებთ. არა, ნუ ამის მიხედვით ყოველ შემთხვევაში იმ პოლიტიკურ მხარდამჭერებს შორის ძალიან საინტერესო განსხვავება და ჩემთვის აღმოჩნდა ძალიან საინტერესო თქვენი დასკვნა, რითი თავდება რომ პრინციპში დიდი განსხვავება ამ ჯგუფებს შორის, სურვილებსა და მოთხოვნილებებს შორის არ არის, ნუ კი არის განსხვავებები. მაგრამ მოდით ამაზე უკვე რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ, რეკლამაა ჩვენს ეთერში.